მუნიციპალიტეტის პირველობისათვის კალათბურთის ტურნირი ახალციხის სასპორტო სკოლისა და ჯარისკაცების დაპირისპირებით დაიწყო. დაძაბული შეხვედრის მიუხედავად უპირატესობა სასპორტო სკოლის გუნდმა მოიპოვა და მეტოქეს 16 ქულით ძლია. საბოლოო ანგარიში კი 46-30 დასრულდა. შეჯიბრის მონაწილეების თქმით, პირველ თამაში მათი გამარჯვება ან დამარცხება დიდ როლს არ ითამაშებს, რადგან ტურნირში მონაწილე ყველა გუნდი ერთმანეთს წრიულად შეხვდება. გამარჯვებული კი ჯამური ქულის დათვლის შემდეგ გამოვლინდება. მუნიციპალიტეტი ატარებს ორგანიზაციებს შორის შეჯიბს კალათბურთში. ჩვენ ვიღებთ სპორტ სკოლის სახელით მონაწილეობას, შევხვდით ქალაქ ახალციხის სატანკოს გუნდს. დაძაბულ ბრძოლაში დავამარცხეთ 30-56. ძალიან კარგი მოწინააღმდეგეები ყავდა და დაძაბულ ბრძოლაში მივაღწიეთ გამარჯვებას. მე გახლავართ სატანკოს სასწავლო ცენტრის წარმომადგენელი. შევხვდით ამ სპორტ სკოლის შემადგენლობას, რომელსაც დავამარცხეთ, მაგრამ ძალიან მადლობელი ვარ გულშემატკივრის, ჩემი თანამებრძოლების და მოწინააღმდეგე გუნდის. მადლობას ვუხდით ყველას. მიუხედავად იმისა, რომ დავამარცხეთ, მაინც ვაგრძელებთ ასპარეზობას და წმინდა გიორგის გუნდს შევხვდებით მომავალში. ქალაქის პირველობისათვის კალათბურთის ჩემპიონატს ორგანიზებას ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა უწევს. მასში სულ 10 გუნდი მონაწილეობს, რომელიც ახალციხეში არსებული სხვადასხვა ორგანიზაციებისა და დაწესებულებების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული. ახალციხის გამგეობის კულტურისა და სპორტის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თქმით, მსგავსი სახის ტურნირები საზოგადოებაში სპორტის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს. ეს არის პირველი გუნდი, ერთმანეთს ხვდებიან სასპორტო სკოლა და ჯარი. და რამდენი დღის განმავლობაში გაგრძელდება ეს არ ვიცით, იმიტომ რომ წრიულია და შევხედავთ ახლა რამდენ თამაშს მოვასწრებთ ერთი დღის განმავლობაში. დაგეგმილი გვაქვს 5 თამაში, მაგრამ თუ ბიჭები შეძლებენ, ესე აქვს ნათქვამი და შუქიც ხელს შეგვიწყობს და შუქზე შეძლებენ თამაში, შეიძლება დავამატოთ და ამის მიხედვით გადაიწევს თამაშები. ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილების წარმომადგენელთა თქმით, ტურნირი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება და გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები, თასები და მედლები გადაეცემათ. ღონისძიების ორგანიზატორთა თქმით, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სპორტსმენებიც გამოვლინდებიან, რომლებსაც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემს.